გამარჯობა ჩემო მეგობრებო, მე ვარ დღეს გაიოს ჭავჭავაძესთან, კრაფტ დისტილერთა გილდიის დამფუძნებელთან. გამარჯობა გიგა, სასიამოვნო. ჩვენ ახლა ვილაპარაკებთ სასმელებზე და პირველ ქართულ მაღაზიაზე, რომელიც არის პირველი ქართული მაღალალკოჰოლური სასმელების, მხოლოდ ქართული თან. ეს მოუყარა გაიოსმა თავი მხოლოდ ქართულ სასმელებს და მოიტანა ამ კრაფტ დისტილერთა გილდიაში და დაალაგა და ცდილობს რომ პოპულარიზაცია გაუწიოს და მიეხმაროს და გვერდით მიუდგეს ამ წარმოებლებს და კარგ საქმეს. ეხლა შენ მითხარი, ჩემო გაიოს, რამ გადაგაწყვეტინა ესეთი რთული ძიმე საქმე, იმიტომ რომ ეხლა გეტყვი რა, ამის გაკეთება რასაც შენ შეეჭიდე ეხლა. აი რამდენი ადამიანი გარისკავდა 1000-დან არ ვიცი რა. მეგობრებო, კონკრეტულად რას გულისხმობ ეხლა, ჯერ არის ძალიან ლამაზი მაღაზია, ძალიან კარგ ადგილას და ძალიან პროფესიონალი კონსულტანტებით. მაგრამ ადამიანი რომ შემოდის და ხედავს უამრავ სასმელს, მაგრამ არ იცნობს. არის ეხლა შეიძლება ნახოს რაღაც 30-40 სახეობის სასმელი, მაგრამ რა უნდა იყიდოს არ იცის, იმიტომ პირველად ხედავს რაღაცებს რა. აი მას რო შეეჭიდე, როგორ შეეჭიდე, საიდან მოვიდა ეს იდეა, ყველაფერი მოგვიყევი ამის შესახებ. ხო, არა, ისეთი სიღრმისეული კითხვაა ნამდვილად. ეტაპობრივად დავიწყებ. მოკლედ, პირველ რიგში რატომ ვართ აქ ამ ლოკაციაზე და არა ძველთბილისში რა? ესეც ხო, ისე ვთქვათ, სადაც ავართ, ნუცუბიძის, შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე 82 ნომერში. კი ბატონო, საბურთალოზე. სპეციალურად, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი იყო, რომ ქართველი მომხმარებლისთვის გაგვეცნო ქართული პროდუქტი რა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი რომ მოხდარიყო ძველთბილისში, იქაც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ განზრახვა არის ის, რომ მხოლოდ ჩვენს თანამოქალაქეებზე სამაგელფიქ ტურისტი იქნებოდა. იცი რა არის ასეთი მაღაზიები და ეს პროდუქტები იქ ალბათ არიან კიდევაც მიმოფანტული. არა, მხოლოდ ესეთი რომ მაღალალკოჰოლურ სასმელებზე ორიენტირებული მაღაზია იყოს. მე მგონია ეს პირველი არის. ყოველ შემთხვევაში არ ვიცი რომ საქართველოში ის ხო. მოდი ასე ვთქვათ, ამბიცია გვაქვს რომ ქართველებს გავაცნოთ პროდუქცია და თუ რამეა ფილიალს ძველთბილისში გავხსნით. მოდი აქედან დავიწყოთ, ხო? მოდი აქედან დავიწყოთ რა. კი ბატონო, აი ხა ადამიანი რომელიც შემოვიდა რა. კი ბატონო. დარიც არაფერი. რა დაბნეული ადამიანი შემოვიდა. კი, არ გვეზარება. არა, ხო? და უხსნით ყველას რომ პირველ რიგში რასაც ხედავს თაროებზე არის ყველაფერი ქართული. ერთადერთი ლამინატია თურქული რა. სხვა მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი არის საქართველოში დამზადებული და ეს უკვე ძალიან დიდ ვაუს იწვევს რა და ადამიანებს რაღაც რამდენიმე უკვე რომ თურმე გქონია ქვეყანაში, აი რო ჩამოთვალოთ მაგალითად, ჯინი გვაქვს. თან ბევრი სახეობის ქართული ჯინი გვაქვს სხვადასხვა კომპანიის. კი ბატონო. ჭაჭებზე აღარ არის ლაპარაკი, ბევრი იქნება რა. ლიქიორები გვაქვს ქართული. გვაქვს. კი, აი ერთი კარგი წარმომადგენელი აგერდებს. კი ბატონო. ბრენდი გვაქვს, ვისკი გვაქვს. ქართულზეა მეგობრებო ლაპარაკი აქ. მართალია გაგიკვირდებათ თქვენ ახლა, მაგრამ დედასფიცა ვარ აქ ქვეყანაში, რასაც აქ უყურებდა კიდე მაღაზიაში, მართლა იწარმოება ეს ყველაფერი. უბრალოდ ეს ადამიანები არ ჩანან, ვერ ჩანან და გერ გაიოზმა მოახერხა რომ ყველა ერთად შეეკრიბა და თაროებზე დაელაგებინა და ხალხისთვის შეეთავაზებინა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, დარწმუნებული ვარ ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ რომ ადამიანი შემოდის ეძებს პირველ რიგში ნაცნობ წარწერას რა. აქ ნაცნობ წარწერას იშვიათად ნახავს, მაგრამ დროთა განმავლობაში ნაბიჯ ადამიანების გონებაში გაჯდება რომ რაღაცა ნაცნობი ქართულიც არსებობს რა. კი ბატონო. აი რეაქციები მაინტერესებს მომხმარებლის, რომ შემოდიან. გულწრფელი გაოცება ჯერჯერობით ამას ვღებულობთ მათ რეაქციებში და აღფრთოვანება, პოზიტიური აღფრთოვანება, იმიტომ რომ ხალხს არ ჯერა რომ ამდენი რაღაცა კეთდება საქართველოში.
მართალია გულწრფელად ვიტყვი რაღაცა დობის ფაქტორი, ანუ ამ უცხო ბრენდების მიმართ და მწარმოებლების მიმართ შეიძლება ისეთი არ არის რაღაცა ტიპმა ადამიანმა თვალდახუჭულმა შეიძინოს, მაგრამ აუცილებლად სვავს კითხვას, აუცილებლად ისმენს ისტორიას და შესაბამისად ამ გაზიარების შემდეგ უკვე ასე ვთქვათ იჯერებს, იწამებს ამ პროდუქტს და მე შეიძენს. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიშური მაღაზია ვართ, გაყიდვები ნორმალურად არის. თან ერთი თვის გახსნილები ვართ მხოლოდ და მხოლოდ და ამის ყვალობაზე მე უკმაყოფილო ნამდვილად არა ვარ. არა, ძალიან კარგი არის ეს და პოზიტივ სიგნალს იძლევა იმისთვის, რომ ადამიანებმა წარმოებლებმა ან რა ვიცი, ვიღაცებმა იფიქრონ, რომ უფრო მრავალფეროვანი გახადნო თავიანთი პროდუქტი რა. და სულ იმას ვიძახი ხოლმე გაიოს, რომ უხარისხო სასმელების დალევას, რასაც ჩვენ მიჩვეულნი ვართ, აი ჩვეულებრივ მაღაზიებში. ჯობს რომ თანდათან გადავერთოთ ქართულ პროდუქციაზე და თან კარგი რა არის, იცი ამითი, რომ მწარმოებელი და მომხმარებელი ერთმანეთს გაიცნობენ. კი. ნდობა გაჩნდება რა. შენ რო შედიხარ რაღაცა მაღაზიაში და ნებისმიერ, თქვათ, მაღალ ალკოჰოლურ სასმელს რო ყიდულობ. უცხოური წარწერით. შე ხო არ იცი ვინ არიან, როგორ არის გაკეთებული. ფალსიფიკაციის მაგალითები ამ წელსვე გქონდა ჩვენ დიდი ტელევიზორშიც იყო ეგ ამბები რა. როცა იცნობ ადამიანს, რომ აი მე ვაკეთებ ძმაო, მე შემიძლია გაჩვენო როგორ ვაკეთებ. წამოდი თუ გინდა ჩემთან. ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის ზუსტადაც რომ. ხო, და ნდობა გაჩნდება რა. მე რა შენისთან ადამიანები ამ ყველაფერს კარგი რატო არის შენისთან ადამიანი. ზოგს არ აქვს შესაძლებლობა, კი, კარგს აკეთებს, მაგრამ ვერ ჩანს. კი ბატონო. რაც არის ყველაზე მთავარი, ერთია პროდუქტის შექმნა, მეორე გამოჩენა და გაყიდვა რა და ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რაც შენ გადადგი, მე მინდა პირველ რიგში მოგილოცო და ყველას მიულოცო, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა გაჩნდა, რაღაცა ნათელი წერტილი გაჩნდა იმისა, რომ შემდეგში უფრო განვითარდეს. ეს ძალიან კარგი არის რა. დიდი მადლობა გიგა. თქვენ ახლა რა ეტაპზე ხართ? კიდე მოძიების ეტაპზე ხართ? ახალ მწარმოებლებს ეძებთ თუ რაც აქ აგვაქვს უკვე ეგ არის და არა, ნამდვილად ვეძებთ ახალ მწარმოებლებს, კრეატიულ მწარმოებლებს. მეგობრებო, თუ ვინმე ხართ მწარმოებლები, მაღალ ალკოჰოლური სასმელების, მსხლის იქნება ყურძნის თუ ნებისმიერ რამე, მოვაკითხეთ გავს. აუცილებლად გაიოს ბოდიში. შინაურობაში გავა. კი ბატონო, ერთადერთი კრიტერიუმი გვაქვს, არა, ორი კრიტერიუმი, მაგრამ პირველ რიგში უნდა იყოს ქართული და არა იმპორტული ეს პროდუქტი ჩვენს მაღაზიაში რომ მოხვდეს და მეორე თქვენ უნდა გქონდეთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული თუ რატომ არის თქვენი პროდუქტი განსაკუთრებული. განსაკუთრებით ჭაჭას ეხება ეს საკითხი. იმიტომ რომ ჭაჭა ბევრია, ხო? ჭაჭა ბევრია და მოდი ასე. აი მოდი ამაზე კითხვა მინდოდა. აქ რო შემოდის ადამიანი. აი ხო მრავალფეროვნება, ჭაჭა, ჯინი, ვისკი, ლიქიორი. რას უფრო ყიდულობს და მე მან წავალთ რა ალბათ რა. სხვათა შორის ჭაჭა არ არის ყველაზე გაყიდვადი. მე ვიტყოდი რომ არ არსებობს. ანუ როგორ გითხრა, შეიძლება საერთო რაოდენობაში კი, მაგრამ არა, ჯინები ძალიან კარგად გაიყიდა. კი, ჯინი ძალიან კარგად გაიყიდა. ჯინისგან ბედ კოქტეილებიც კეთდება. გოგოებიც რაღაც საღამოს სადაქალოში იოლად სვამენ და ესეა რა, ჯინი უფრო იოლი პროდუქტი არის ვიდრე ჭაჭა. მარტივია დასალევად, მოდი ასე ვთქვა, ყველასთვის. ლიქიორებში რა ხდება? ქართულ ლიქიორებში ან ხილის არყებში. ხო, რამდენიმე საინტერესო მწარმოებელი გვყავს და დიდი სიამოვნებით მივიღებთ სხვებსაც და რამდენიმეს უკვე ველაპარაკებით და ასე ვთქვათ, საბოლოო ფაზაში ვართ. ნამდვილად გასავითარებელი არის ეგ მიმართულება. ჩემი აზრით, მომხმარებელმა ჯერ კიდევ ალბათ არ იცის რამდენად კარგი არის, ასე ვთქვათ, ხილის არყები და რამდენად გემრიელია, არ ვიცი, რაღაცა ბარიერი არსებობს ჩემს. ყოველ შემთხვევაში, ვინც კი დავარწმუნეთ, რომ ეს აი მაგალითად ფეიხოას დისტილატი შეეძინა, ის ნამდვილად კმაყოფილი დარჩა. მაგრამ კარგი არის, რომ აი არსებობს ხალხში სიმპათიები, ჭანჭურის არაყის მიმართ, ქლიავის არაყის მიმართ.
ყევლის არაყის მიმართ და თუთის არაყის მიმართ და რაც ჩამოვთვალე, არც ერთი არ არის ჯერჯერობით, ქლიავის გვაქვს და დიდი სიამოვნებით მივიღებთ, აი თუთის არაყი, ბებია ჩემი აკეთებდა ხოლმე ბავშვობაში. ძალიან მაგარია. და ძალიან დიდი რომანტიკა მაქვს, ეხლა აღარც სოფელი მაქვს, აღარც ბებია მყავს და შესაბამისად ძალიან დიდი რომანტიკა დამრჩა, მაგრამ აი მოკლედ რა. გიორგის აკეთებს ხოლმე შინდის არახს. კი, შინდის. და თუ ექნება ცოტა ისიც გიორგი გაბრიჭიძეს ვესაუბრე და შინდის არაყის რიგში ვდგავა რა მეტალზე. მაგრამ გვაქვს შინდის არაყი შუანო ფაქტორიდან, ასე რომ სანამ შინდის ახალი სეზონი მოვა, შეგვიძლია ჩვენ მეგობრებო გაიოზი გარდა იმისა, რომ პიონერი არის ქართული მაღალალკოჰოლური სასმელების მაღაზიის გაკეთებაში, ის აწარმოებს კიდე სასმელებს. კერძოდ რა სასმელებს და რა ბრენდზე თვითონ გვეტყვის, მაგდანა მე კი ვიცი, ბევრმაც იცის, მაგრამ ჯობია რომ მოგვიყვეს, აი ეგ დევს რამდენიმე სახეობის მაგდანა რა. რა არის გიო ეს გაიოზეს და როგორ დაიწყე და ჯერ ამით დაიწყე და მე აქ მოხვედი თუ სხვანაირად მოხდა ეს ამბავი? აქ ეხა ცოტა ავტობიოგრაფიული მონოლოგი მომიწევს აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაცა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა მაგდანა ნამდვილად. ნუ პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ პროფესიით მე არც დისტილერი ვარ, არც სომელიე ვარ. უბრალოდ ვარ, ასე ვთქვათ, სპირტის ენთუზიასტი, სპირტიანი სასმელების ენთუზიასტი, ხოლო ჩემი პროფესია არის ციფრული პროდუქტების product manager-ი, ასე ვთქვათ, პროდუქტის მენეჯერი, IT სფეროში მოღვაწე უკვე 10 წელზე მეტია. და ნუ ესეთი განცდა მქონდა როგორც პროდუქტის მენეჯერს, რომელიც რაღაცა ციფრულ მანქანებს და ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებებს ქმნის, რომ ჩემს მიერ შექმნილ პროდუქტს ქონოდა გემო და სუნი. და შევხებოდი, შემეგრძნო და რა თქმა უნდა, იქ არა, ხო? იქ აი კლავიატურაზე და ეკრანზე ეს ყველაფერი არ იგრძნობდა რა. მართლა ესე იყო რა. და ნუ რა თქმა უნდა, რა უნდა მეცადა თუ არა, ჩემი ძირითადი საქმიანობის გარდა, ჩემი ასევე საყვარელი დამატებით საქმიანობა სასმელი და დალეონი რა თქმა უნდა. და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ნუ პირველ რიგში ღვინო და ჭაჭა გამორიცხული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ყველას აქ გარდა მაგისა პაპა ჩემი სახელი მქვია და გაიოს ჭავჭავაძის ჭრდილში ვიქნებოდი მუდამ, იმიტომ რომ პაპის გაკეთებული ღვინო და პაპის გაკეთებული ჭაჭა ეს სხვა ამბავი იყო. ამიტომ სრულიად ახალი გაუკვალა ვიგზამინოდა, ასე ვთქვათ, ჩემი გზამინოდა რა გამიკვალა ქართულ მაღალალკოჰოლურ სასმელებში და ფიქრი დავიწყე რეალურად ასე, რომ ჩვენ საქართველოში რაღაცა სიმდიდრეები უნდა გქონდეს. რაღაცეები შეიძლება რომ გქონდეს, რომელსაც არ ვიყენებთ რა და ნუ ეხლა დედის მხრიდან ჭიათურელი ვარ, იქ ჭერათხებზე ბევრჯერ ჩამივლია ეს მარწყვირა და სოკო რო გამოვაქვთ ხოლმე და ნუ ტყეში მეთქი რაღაცა საინტერესოს ვიპოვით, ნუ სოკოს გარდა ეხლა სოკო საჭმელია რა და დათვით შეიძლება ნამდვილად რა და ნუ ასე მივედით რომ არსებობს მცენარე ღვია. ეს არის წიწოვანი მცენარე, ბუჩქოვანი და ისხავს მარცვალს, რომელიც ესე ბავშვობაში ამომიტვიდო სტუდენტობის დროს ბევრს ლაშქრობდი ხოლმე და მინახავს რა ეს ტყეში ეს მცენარე და მე ეს დალექილი მოგონება გამახსენდა უცებ რომ ესეთ რაღაც არსებობს რა. და ნუ ღვია არის ინგლისურად juniper, gin და არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ ჯინი შექმნა, ხო, მაგის გარეშე ჯინი არ არსებობს რა, როგორც ყურძნის გარეშე ღვინო არ არსებობს, ღვიის გარეშე ჯინი არ არსებობს. და აქედან გამომდინარე, ვინაიდან ეს ბუნებასთან იყო ასოცირებული ჩემთვის და ლაშქრობებთან და მთასთან ძირითადად სადაც დავდიოდი, ჩემი ერთ-ერთი ინსპირაციის დიდი წყარო იყო სვანეთი და ღეყის არაყი, დუცის არაყი, რომელიც იქ გავსიჭი. და ეს იყო პირველი არასტანდარტული რაღაცა, რაც მთაში დავლიე. და შესაბამისად ამ მთასთან კავშირი, ასე შემდეგ და მივხვდი რომ რაღაცა მითოლოგიასთან უნდა ყოფილიყო კავშირში ეს ყველაფერი და თავიდან მივხვდი რომ დამერქმია დალი, ეს ნადირობის ქალღმერთის სახელი სვანური მითოლოგიიდან, მაგრამ მე დავფიქრდი და მეთქეს ქართველი ხალხი მაინც რაღაცა კრიტიკული ხალხი ვართ, კონსერვატორი ხალხი ვართ, არავის არ მინდა ვაწყენიო, სვანებს მით უმეტეს არ მინდა ვაწყენიო, რამე მეთქი და მოდი
გავაგრძელებთ მეთქი ისტორიას და სვანეთში მესტიაში სპექტაკლი მაქვს ნანახი დალისა და ბეთქილის მონადირის სიყვარულის შესახებ და მეთქი აი ასეთ სიყვარულს მეთქი უეჭველი რაღაცა სახის გაგრძელება ექნებოდა მეთქი და ნუ მაგდან არის დალისა და უსახელო მონადირის შვილი, ასე უცნობი მონადირის შვილი. აჰა, გასაგებია. და დედამ დაანათლა, ასე თქვათ, ტყის სულობა და შესაბამისად ესეც დადის და ტყეში მაგიურ აგროვებს მცენარეებს და მაგიურ ელექსირებს. ძალიან მაგარი ამბავი და ისტორია მოყევი. თან ეხა უკვე კარგად ხვდება, ეს გირჩია, ხო? კი, გირჩია. ტყის ამბავია უკვე. კი ბატონო. ეს ვარდი არის, ხო? კი ბატონო, ვარდია, ოღონდ პეპლის ბოლქვი არის ესეთი ყვავილი, butterfly pie ინგლისურად, ყვავილია იასამნის ფერი და იმ ფერით არის შეღებილი. და იასამნის ფერი ტონიკთან ერთად როცა გაზავდება, ფერს იცვლის და ხდება დაახლოებით იმ ფერი, როგორც ეტიკეტზეა და შესაბამისად ფერის შემცვლელი ჯინი რო არის, დავარქვით იდუმალი ვარდი, ესეთი რაღაცა shape shifter ჯინია. და ის თაფლის. ხო, და თაფლის ამბორი უკვე ეს არის მუხა და თაფლი ერთად, თაფლი გამოვიყენეთ დასავლეთ საქართველოსთან და ედემის გირჩი ქვია, გირჩის ჯინ ლიქიორს, იმიტომ რომ ბორჯო ხარაგაული ჩემი აზრით ედემი არის და იქიდან წამოღებული გირჩი არის. სამურავი. ძალიან კარგი მიხარია, რომ აგი მეგობრებო. მარტო ამ 4 პროდუქტზე რომ ვილაპარაკეთ, რამხელა მრავალფეროვნებაა და თქვენ წარმოედგინეთ ამ მაღაზიაში რამდენი პროდუქტი დევს და ყველას თავის ამბავი, ყველას თავის ისტორია, ყველას თავის გემო აქვს. ამიტომ რა ვიცი, ხანდახან ჯობია ხოლმე რომ მოვიხე შიგნით ქართულში ჩავიხედოთ, იქნება არის რაღაც კარგი რა და ნამდვილად. 1-2 გავსინჯოთ კიდეც და მერწმუნეთ რა, ძალიან შეგიყვარდებათ ქართულისა. შეიძლება არც იყოს ესეთი რომ არ მოგეწონოს, მაგრამ გასინჯული ხო უნდა გქონდეს. აი, არ ამოგივიდათ უბრალოდ ხელში ერთი და იგივე რა, ხო შეიძლება რომ საინტერესო ნახოთ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რა. პირველ რიგში მაგდანაზე რომ დავასრულო, ანუ თავიდან როგორც პროდუქტის მენეჯერი, ესე ვთვლიდი, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ თუ კარგ პროდუქტს გავაკეთებდი, მისი მომხმარებელი ამას შეიძენდა რა. მაგრამ პრობლემა სხვა რამეში წავაწყდი. პრობლემა ის კი არ არის, რომ მომხმარებელი აყიდულობდა პროდუქტს. პრობლემა ის იყო, რომ მომხმარებელთან მიტანა ჭირდა იქ რაღაცა სხვა ესეთი კომერციული ლოჯისტიკური სირთულეები არსებობს, რომ მოდი არ შევეხოთ მაგ თემას. ვიცი, ეგ ამბები და ჩვენისთან ადამიანებისთვის ურთულესი არის. ძალიან რთული არის. უნდა იყოს გიგანტი, რომ ეგ პრობლემები მოაგვარო. ეს არის ერთ-ერთი არა, ყველაზე დიდი ხელის შემშლელი, რაც კი ბატონო. ამიტომ თქვენი უბნის მაღაზიაში ქართული პროდუქტი რომ მოხვდეს, ეს არის ძალიან რთული ძალისხმევა რიგი მიზეზთა გამო და ზუსტად აი მაგის გამო გადავწყვიტე, რომ ეს მაღაზია გამეკეთებინა. იმიტომ რომ მაგდანას 90% გადის ექსპორტზე და მე როდესაც მაგდანას ვაკეთებდი, მინდოდა რომ შემექმნა პროდუქტი, რომელიც ქართველ ადამიანს ეყარებოდა. არა მაინც ჩემი პროდუქტი, არამედ ქართული პროდუქტი ეყარებოდა ქართველს. და აქედან გამომდინარე ამ მაღაზიის ესე თქვა DNM-ი და უმკაცრესი წესი არის ის, რომ აქ რაც გაიყიდება, იქნება ყველაფერი საქართველოში დამზადებული. აი ესეთი ავანტიურისტები ვართ. retail საცალო გაყიდვებში. ერთმა ხელი მოგიმართოს, უდიდეს რამეს ახარ შეჭრა. ძალიან რთულია, მინდა გითხრათ, მაგრამ ეხლა თან ფასიც არის, უყურე, ყველა სტიგმა რა, რომ ქართული არის, ან ჭაჭა არის და მოდი, უნდა იყოს იაფი რა. სამლარად უნდა დავლიოდა. ბიჭო, თუ კარგია და კარგად გაკეთებულია, იმას ჯერ იმხელად ხარჯი და თვითღირებულება აქვს, რომ ვერ დალევ სამლარად კი არა, 15 და 20 ლარათაც ვერ დალევ კარგი ხარისხის პროდუქტს რა და აი შენთან როგორ არის შემოვიდა მომხმარებელი, აი ხა უცხოურ პროდუქტში მაგალითად ხა ცუდად არ მინდა გამომივიდეს რა, კარგად გამიგეთ. უცხოურ ვისკიში შეიძლება არ იყოს მაღალი ხარისხის ის ვისკი, მაგრამ რადგან უცხოურია, ჩვენი გონება ხო ეგრე მუშაობს, შეიძლება თხლიშოს 200-300 ლარი. ისე როგორც არაფერი. აბსოლუტურად. შემოვიდა ეხა ქართულ მაღაზიაში და ხედავს ქართულ ჯინს. შენ ეუნები უხსნები ჩვენ ეს ქართულია რაღაცა ისე და 70 ლარი ძმაო. აი რა ხდება? ქართულში 70 ლარს გადავხდები, არიან ეგ იზრდება თანდათან ადამიანები, აი ეს კატეგორია. ჩვენ გეძებთ
ქართულ ხალხს ვინც ქართულ პროდუქტში 70 ლარის გადამხდელი არის და არც არის საჭირო 70 ლარი ძალიან ბევრი პროდუქტის. ხო არა, პირობითად ვამბობ ეხლა რა. მე მესმის სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი შემოსულა და რამდენიმე მიკითხა არაერთმა იაპონური ვისკები გააქვთ? არ ვიცი, ალბათ რაღაცა ძალიან კარგი რემონტი გავაკეთეთ. ეხლა ხო ვიყავი იმაზე რა ქვია, ფესტივალზე რო ვიყავით, შენც ხო იყავი ვისკის ფესტივალზე. გავსინჯე იაპონური ვისკი, მაგრამ რატო გონიათ რომ შოტლანდიურზე უფრო კარგი უნდა იყოს? მოდა რა, აი ნახე იაპონელებმა რა ქნეს. კი. რა მაგრად იმუშავებს. იცი რა არის იაპონელს უყვარს იაპონური რა. თავისი საქმეს და თავისი თანამოქალაქის თუ ასე ვთქვათ, იაპონელი საქმესთან პატივს და ეს უნდა გამოვიმუშავოთ ქართველებმა ჩემი აზრით რა. აი მარტივად რო ავიღოთ ახლა იაპონელებს თავი რო დავანებოთ, გეთანხმები სხვათა შორის მაგდებულებაში, წეღარას თქვი, ქართველები ქართულ ღვინოს სვავთ. ღვინო. სტატისტიკურად მოდი რა. მაგრამ როდესაც მაღალ ალკოჰოლურს ეხება საქმე, სპირტიან სასმელებს, მაგარ სასმელებს ეხება საქმე, ქართველები ქართულს აღარ სვავთ. ანუ სტატისტიკურად უფრო მეტად იმპორტირებულ პროდუქციას მოვიხმართ რა. და საბოლოო ჯამში თვითონ იგივე ღვინის ინდუსტრია ან ზოგადად სასმლის ინდუსტრია რო განვითარდეს, ყველა კომპონენტი მაღალ დონეზე უნდა იყოს რა. აი ავიღოთ ესპანელები, ფრანგები, იტალიელები, ანუ გარდა იმისა რომ ღვინო აქვთ შესანიშნავი, ყველაფერი კარგი აქვთ რა, ყველაფერი კარგი აქვთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს რა. აი ქვეყანას რაღაცა მთლიანი პორტფელი უნდა ქონდეს საპატიო, მოდი ასე ვთქვათ რა. და ეს პირველ რიგში მე ისო ქართულ ღვინოს დაეხმარება, როგორც ის რავია ხა მე აბსოლუტურად მესმის შენ, რასაც ამბობ, მე ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით, რატო მოხდა ესე, რომ ქართულ მაღალ ალკოჰოლურ სასმელს არ სვავთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ დღემდე ძალიან ცოტა არის კარგი ხარისხის მაღალ ალკოჰოლურ სასმელი. აი გავაჩეროთ თუ გინდა ქუჩაში 10 ადამიანი და ჭაჭას რო უხსენებ, კი არ დალევს, აი ტანში გააჟრიალებს ეგრევე რა. ხვდები? ეს როგორ არის ახლა გამჯდარი, რომ აი ვიცი, წლები არის, რომ ცუდი სასმელია. ერთადერთი რაც ჭაჭასთან უხარიათ, ეს არის გამოხდის რიტუალი ხოლმე, სადაც მიდიან, წვადებს წვავენ და იქაც ღვინოს წვავენ. იმიტომ რომ იქიდან წამოსული ჭაჭის დალევაც ძალიან რთულია. ან ვინც სვავს, მოკლედ არ მოსწონს ეს რა. მაგრამ დღეს რადიკალურად შეცვლილი არის ეს მდგომარეობა და ის პიონერი ადამიანები, ვინც აგერ არის ამ მაღაზიაში წარმოდგენილი და ცდილობს, რომ გარდატეხა მოახდინოს და პირიქით ძალიან მაგარი სასმელები გააკეთოს, არიან, აი როგორ გითხრა რა, ფრონტზე გასული მეომრები, რომლებიც სანდაბრუნდებიან და ან არა, იმიტომ რომ არავინ არ იცი ხა რამხელა ცნობიერებას ორცეცხლშუათ. ხო, ეჭიდავებიან წარმოიდგინე. ებრძვიან ქართული მოხმარებლის ცნობიერებას. რო გარდატეხონ, ბიჭო, კარგია რა, კარგი ვისკი გვაქვს, კარგი ჯინი გვაქვს, ძმაო, კარგი ჭაჭა გვაქვს და კარგი ლიქიორი გვაქვს და ყველაფერი კარგი გვაქვს. მაგრამ არა. აი ეს რთული არის რა და მოდი ახლა იცი რა ვქნათ, აი ამაზე რო საუბრობთ, თან რაღაცები შეგვიძლია გავსინჯოთ ხოლმე. აი მეგობრებო რა, დიმას არაყი არის ესა versus-ი, ძალიან კარგი არაყი არის, მითხარი ხა რა არაყი არის ეს და თან ცოტა გავსინჯოთ. კი ბატონო, ეს არის პირველ რიგში ჩემი ძალიან კარგი ნამუშევარი, როგორც პროდუქტი ყველანაირად, ვიზუალური თვალსაზრისით ხო ულამაზესად გამოიყურება ეს ბოთლი და ნუ შიგთავსა ლაპარაკი ზედმეტია, ეს არის უმაღლესი ჭვავის არაყი დიმიტრი მანჯავიძის. ჭვავის არაყიც გვაქვს საქართველოში, რომელსაც დიმიტრი მანჯავიძე აკეთებს. ერთ-ერთი საუკეთესო ძალიან ცოტა დაასხი. კი ბატონო. მანქანი თუ არ სასასვლელი. ორივე. დიმიტრი მანჯავიძე არის ერთ-ერთი საუკეთესო გამომხდელი ამ ქვეყანაში და აგერ რამდენმა იცის ცოტა, მაგრამ ერთმუნეთ რომ მაგარია. ნამდვილად ანუ რაღაც. აი, ნახე. საჩუქრადაც კი ისეთი ძალიან პრემიალური ვიზუალი აქვს და მოკლედ ძალიან კარგი წარსადგენი პროდუქტი არის. მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მომწონს და ნამდვილად არაფერი არ დაეწუნება
გაუმარჯოს შემქმნელს და გაუმარჯოს ქართულ პროდუქტს. დამფასებელსაც გაუმარჯოს. დამფასებელსაც გაუმარჯოს, გაგიმარჯოს. და აქაურობასაც გაუმარჯოს და მე მინდა რომ წარმატება გისურვო, იმიტომ რომ ყველა ესეთ წამოწყებას ძალიან მაგრად ვქომაგობ იცოდე რა. ღმერთი მადლობა. ოთახის ტემპერატურის არაყი, რომელიც არის ურბილესი რა, ურბილესი. აი როგორი რაღაცა არის, იცი? დედასფიცა ვარ, რომელი უცხოური ბრენდი მაგალ ტოპებით დაუყენე რა. პრობლემა არა აქვს, ხვდები? კი, მე ესეთი იდეა მომივიდა ამ წამს. ადრე გაფიქრებული, მაგრამ ამომიტივდივდა, ზუსტად ამ წამს რა. ჩვენს მაღაზიაში არის პატარა ბარის სივრცე ამ კამერის უკან, სადაც შეგვიძლია რომ დეგუსტაციები მოვაწყოთ ხო? აი, შემდეგ კითხვა ზუსტად ეგ იყო რომ გაყიდვების გარდა თუ რამე იმ ღონისძიებებს ან რა ვიცი. კი ბატონო, მოდი. რა დეგუსტაციებს, მასტერკლასებს ან თუ რამეს ბრმა დეგუსტაცია უნდა მეხსენებინა ეხლა. კი ბატონო, ბრმა დეგუსტაცია უნდა მეხსენებინა. მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. აგერ ჩვენ კი ბატონო. შევარჩევთ ქართულ არყევს, მოდი ვოდკაზე იყოს საუბარი. თუნდაც ვინაიდან ვერსუსმა დაძრა ეს ფიქრი, შემოვაპარებთ ერთ ძალიან ცნობილ უცხოურს. და ხო, და იპოვეთ. იპოვეთ თუ მაგარი ბიჭები ხართ. ცოტა შეჯიბრით, ცოტა სპორტულობა შემოვიდა. აი რატომაც არა რა და თავად დარწმუნდით იცი რა არის, როგორც არ უნდა დასრულდეს, თქვათ დაუმარცხდით ამ ორთაბრძოლაში. ეგეც სასარგებლოა ყველა დისტილერისთვის, ნებისმიერი ეგეთი უკუკავშირი. მე არ მეშინია არანაირი მარცხის, მაგრამ დავამატებ ამ ამბავს ისიც რომ მოდი დისტილერებიც დავასწროთ ხოლმე ამას რა და დისტილერები და მომხმარებლები ერთმანეთს გაიცნობენ, რაღაც უშუალო კავშირი შედგება, რაღაცას ეტყვიან. მომხმარებლის ცნობიერებაც ამაღლდება ამითი. და ეს სამი ჯაჭვი გაყიდვა მომხმარებელი დისტილერი რაღაცა ერთიანი უნდა იყოს რა. თითქოს დღეს ის არის დისტილერი და ძალიან არის დაშორებული რა და არ ვიცი ესე თვითონ გამომხდელებშიც პრობლემა არის ხოლმე განაწარმოების პრობლემა არის რომ ღვინოში სხვათა შორის ბევრს აქვს კარგი მაგრამ აი აქტიურობა უჭირთ რა ძალიან უჭირთ რა და რთულია წარმოების პროცესი იმდენად მომთხოვნი არის ფიზიკურად, მენტალურად, რომ ამის გარდა პარალელურად გაყიდვები და მარკეტინგი აკეთო, ყველას არ გამოსთვის. მოდი პარტივად რო ვთქვა. ამაში რომ იმას ავქნათ შეიძლება და მე იმას ავქნათ რა. კი ბატონო. შენც იმას ქენი და მე გადავუღეს რა. კი ბატონო. აი, რო ვლაპარაკობდით ლიქიორი. აი, ხლა გითხარი ამ ლიქიორის შესახებ. ეს არის Bluefield-ი, მოცვის ლიქიორი, საკმაოდ დაბალი აქვს ალკოჰოლი, 17 გრადუსი აქვს. ძალიან კარგი ნამუშევარია ესეც, ბოთლიც ულამაზესია, ძალიან გამიჭირდება, ასე ვთქვათ, გადმოცე გემო თუ რამდენად კარგია. თუ კი არყის შემთხვევაში, ვოდკის შემთხვევაში სირბილე ხო, უნდა გავამახვილოთ ყურადღება. აი აქ ნამდვილი ხილის არომატები იგრძნობა და ეტყობა, რომ უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან არის დამზადებული. მოდი გავხსნათ ესეც გავსინჯოთ. გავსინჯოთ ესეც რა, საინტერესო არის, იმიტომ რომ ლიქიორიც კეთდება ამ ქვეყანაში და კარგი ბევრი არ დაასხა. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, არ არის აუცილებელი ყველაფერი იყოს ცოფი და 60%-იანი ჭაჭა. 60%-იანის დალევა საერთოდ არ გირჩევთ, მეგობრებო, ძალიან რთული არის 60%-იანი დალევა. მოცვი ხო? კი, ბატონო. ნახე, აი როგორი სასიამოვნო, აი ჯერ ისეთი არომატი აქვს, რომ აღზრავს უკვე ძალიან კარგი კამპანიის გაჩენას. დაუძახო მეგობრებს, ნამცხვარი ყავა, საუბრები. ან თუნდაც ზაფხულის ცხელი დღე, სადაც უბრალოდ მაღალი ალკოჰოლი რაღაც. ამისგან იმასაც კოქტეილსაც მოამზადებ, გადასარევს რაღაცას რა. შვენიერი არის.
მართლა ძალიან გემრიელი. ამას ბოლომდე და. ცოტა არ გადავღურიყო. ხო, არა, ალკოჰოლი ცოტა. რისკების დაბალია და გემოჩესანი. ყველა გემრიელია, უბრალოდ ბევრს ვერ ვსვავთ, იმიტომ რომ წასასვლელები ვართ ეხლა და როგორ ხედავ ეხლა შენ ძალიან რთული კითხვა უნდა დავსვა, მაგრამ აბა მითხარი. რადგან ამ საქმეს შეეჭიდე, შეიძლება გქონდეს ხედვა. 5-10 წლის მერე ეს საქმე განვითარდება თუ მოკვდება. არის იმის შანსი რომ ვერ განვითარდება. აი არ ვიცი რა იქ. მოდი მე ესე გაგცემ მაგაზე პასუხს. ზუსტი პასუხი არა მაქვს. მაგრამ მე რო ეს საქმე არ მეცადა 5-10 წლის შემდეგ თუ 15 წლის შემდეგ საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი. ამიტომ მე ძალისხმევას არ დავაკლებ, რომ ეს გაუყვალავი გზა, ასე ვთქვათ, გაიყვალოს ქართველი მწარმოებლებისთვის. ბევრ რამეს მოვიფიქრებთ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ხელი შეუწყოთ მწარმოებლებს და მათ შორის მომხმარებლებსაც, რომ მარტივად მოვიდნენ ჩვენამდე. და აქედან გამომდინარე მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ და მგონია რომ გამოვა, იმიტომ რომ 5-10 წლის წინ რა ხდებოდა ქართულ ბაზარზე, მაგას თუ გადავხედავთ, აი რაღაცა ჩუმი პროგრესი გვაქვს. ეს პროგრესია უკვე. კი, აი უმრავლესობა ამას ვინ იფიქრებდა? ამ პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა ბოლო 5 წელიწადში არის შექმნილი. კი, მე მგონია უმრავლესობა კი არა და ყველა. კი, აი post-covid ის არის რა. კი, ნამდვილად COVID-ის შემდეგ არ ვიცი შეიძლება რამდენიმე იყოს. რამდენიმე იქნება, თითქოს ჩამოსათვლელი, აი ერთი ხელი გვეყოფა აქ, რომ ისეთი ტიპი გვეყოფოთ, რომელიც COVID-ამდეც არსებობდა რა. აი ეგ სხვათა შორის ეხა კარგ რამეს შეეხე რა. ცუდი რამეა, შეიძლება იყვნენ. ვერ გაქაჩეს. ვერ გაუძლეს და დაიხურნენ რა. კუდი და აი ვიცი მე რამდენიმე კარგი მწარმოებელი სახელს არ ვეთქვი რომ გული არ დასწყდეთ მათ რომ მართლა კარგი მწარმოებლები იყვნენ, მაგრამ ვერ გაქაჩეს რა. ვერ გაუკეთეს, ხელშეწყობა არ ქონდა. ალბათ აქ სასაუბრო არ არის, უფრო სხვაგან სასაუბროა, მაგრამ ძალიან ცუდი კი არა, საერთოდ ხელშეწყობა არ აქვს ქართულ მაღალ ალკოჰოლურ სასმელს წარმოებას არც სახელმწიფოსგან და არც სხვა რაღაცეებისგან რა და ეს ისე გამიხარდა ეხა შენგან რომ ეს რაღაცას წამოიწყენ და ცდილობ რომ გააცნო რომ ნუ აი არ ვიცი და მგონია რომ ჯურა არიცი აი ჭაჭის მაგალითი რომ გითხრა ღვინის გამკეთებელი ბევრი ყრის ჭაჭას ახლა გეუნახ პროდუქტი იყრება ხდები ფუჭდება რა აი ბაღები არის მაგალითად ატამი დამწიფდა რაღაცა ის გადაიყარა ხელშეწყობა რო ქონდეს ეს გამოიხდება ეს ატამიც გამოიხდება ქლიავი მე ვიცი ჩემმა მეზობელმა მიატოვა იმიტომ რომ რაღაცა 60 თუ 50 თეთრი ღირდა და აღარ უღირდა იმის დაკრიფო და თუ ვინმეს გინდა თმინდით დაკრიფეთო რაღაც რო იყოს ამდაგვარი ხო ამას ხელშეწყობა რო ქონდეს ქლიავის ჭაჭას გააკეთებს რა მე აბსოლუტურად მოყვები მაგ აზრში და რატომღაც მაქვს იმისი მოლოდინი რომ ამ სივრცემად შეიძლება ხელი შეუწყოს მაგას. ყოველ შემთხვევაში რა მოვახერხეთ ამ ეტაპამდე რა თუ კი რაღაც ჩვეულებრივ მაღაზიაში შედიხარ სუპერმარკეტში იქ ის ადამიანები ვინც იქ ხვდებიან არ იცნობენ მწარმოებლებს. აქ პირიქით არის ყველას ვიცნობთ ასე ვთქვათ ხო მწარმოებლებს ისე საიდან ხო რა თქმა უნდა ყველა მწარმოებელს ვიცნობთ ძალიან ბევრი მწარმოებელის მწარმოებაში ვართ ნამყოფი, ბევრსაც ვესტუმრებით, სადაც არ ვართ ნამყოფები და შინაარსიც ეგ არის რომ გილდია, რატო შევარჩიე სიტყვა გილდია და არა უბრალოდ მაღაზია, ხო? რაღაც კოლეგიალურობაზე უნდა იყოს დაფუძნებული რა. იმიტომ რომ დღევანდელ მოცემულობაში არის საქართველოს სამყაროს წინააღმდეგ რა, აქ მე ვერ აღვიქვა, აი გიგა, უზურპატორის მწარმოებელი, ხო? მე და შენ რო ახლა ერთმანეთის კონკურენციაზე დავიწყოთ ლაპარაკი, ეს არის აბსურდი. ხო, კი ბატონო. ჩვენ ვართ კოლეგები, ერთ ნავში, ერთ მაგიდას ვარ და ასეთი ფიქრი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ასე არ ფიქრობს, ამასაც გაუსვავ ხაზს, მაგრამ ასეთი ფიქრი არის აუცილებელი, იმიტომ რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან პატარა ბაზარი ვართ და ძალიან ეს ერთ მუშტად უნდა ვიყოთ, რომ სოფლიოს და სამყაროს დავანახოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი შესაძლებლობები და ნუ საკუთარ თავსაც, რა თქმა უნდა, რა. აქედან გამომდინარე
როცა ხილი სეზონი იქნება, ჩემი აზრით, აი თუნდაც აი ამ სივრცეში იქნებიან ადამიანები, ვისაც დაჭირდება ის ქლიავი ახსენე, ხო? ქლიავი იქნება, ის იქნება, ციტრუსი იქნება, რაღაცა იქნება. მე დიმიტრისაც ვეუბნეოდი, მეთქი ხა ერთი კაი დეზერტირების ბაზარზე, ერთი კარგი სივრცე აგვაღებინა მეთქი. დეზერტირების ბაზარზე რო ყოველ ღამე ხილი ფუჭდება. ხო, ჩავიბაროთ, გამოხდით კეთილშობილეს ხილის ბრენდებს გავაკეთებდით ზედ დეზერტირების ბაზარზე. ხა კი ბატონო, ძალიან კარგი. სისუფთავესაც დავიცავდით, ამის პირობას გააძლევთ. მაგრამ ეს ძალიან მინდა სხვათა შორის აი არ ვიცი, მე თვითონ მალაკნებზე ვცხოვრობ რა. ახლოს არის, აი ჩემი უბანია რა და ნუ არა მაქვს ხა იმის საშუალება რომ წარმოება შუაგულ დეზერტირებზე გავმართო, მაგრამ თუ ვინმე ამას უყურებდა რაღაცა მსგავსი იდეა გაქვს. მან გილდია რა ვფიქრეთ, იმიტომ რომ რეალურად ეგ არის რა. მე მაგალითად ეხლა რაღაცა ექსპერიმენტები გავაკეთე მარწყზე, ნუ ისე საშინაოდ, რა ვქენი ხო, უბნის სურსათის არა და ხილბოსტაში მივედი და მე თუ გიფუჭდება იაფად მოხდება. აი და სულ წავიღებ. იმან მაინც უნდა გადაყაროს, კაი. უნდა გადაყაროს, ხო? იქ კაკრას იძახდა რომ ყველას ჩამოურიგეო იმაში სანათესაოში აღარ უნდა დაო და წაიღეო რა, მე ფული გადავუხარ. ნუ სიმბოლური, მაგრამ ხო მაინც რა, ანუ გადაყრილს ყველა ვარიანტში აჯობა. აქედან გამომდინარე ეს ნაბიჯი აი ხო ძალიან კარგი რამეს ლაპარაკობ რომ ფუჭდება რა მეგობრებო აი პროდუქტები რა ვიცი გედარდება და გენანება ადამიანს იმდენი წვალება იმის მოყვანაში და იმაში რომ ესე უბრალოდ გაფუჭდება და არაფერი დაიკარგება რა როცა შეიძლება აგერ ჩამოვასხა რაღაცა შეწყობა რო იყოს ეხლა მითხარი აი ეს კარგი ბოთლი ვინ არიან, რა არიან და რა უნდა გავსინჯოთ. კი ბატონო. ცოტა წყალიც გამოვავლოთ. კი ბატონო. კოლოტის ჭაჭა, მუხაზე დაძველებული, აი, რა ვიცი, იგივე ბოთლს შეხედეთ, აი სპეციალურად კარგი ბოთლები, კარგი პროდუქტები შევარჩიეთ, რომ დავიკვეხნოთ. ასე ვთქვათ. აი შეფუთვაზეც მოდით, ან რაღაცა თქვა, აი აქ რო შემოდის ადამიანი, აი თან შემდეგი კითხვაც იყო რა. ერთ-ერთი აქცევენ ყურადღება შეფუთვა. ეს ბოთლი ჩვენს მაღაზიაში არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი პროდუქტი. ლამაზია, ხო, რაღაცა მოსწონს რა და ასევე ვიტყოდი, რომ კლასიკური მიმდინარეობის ჭაჭებში, ჩვენ არაკლასიკური ჭაჭებიც გვაქვს, მაგ შეგვიძლია მაგაზე ვილაპარაკოთ. ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაბალანსებული პროდუქტია რა. ეს ჩემი პირადი აზრია და კარგი შეფუთვა რო აქვს შესაბამისად, ნუ არ ვიცი რა. აი სასაჩუქრეთად სასიამოვნოა. ხო, ჩვენ უნდა დავასხათ. ჩვენ აუცილებლად. კაცი უკაცრავ ბოდის მოვიხდი. აუცილებლად უნდა დავასხათ. არა, სასაჩუქრედაც იდეალურია და რაც თავარია, შიქთავსი არის. ხო, აი თან იცი ხა მე რა מחარებს რომ ნახე რამდენი და ერთმანეთს არ გავს ეს ყველაფერი რა. ესე იგი დიზაინზეც ვფიქრობთ თურმე ქართველები. შეფუ რაღაცეებზე ვფიქრობთ, წარწერებზე ვფიქრობთ. იქ რაღაცა ხმაურია. შენია თუ ჩემია? ჩემია. ხო, კაი. არავშავ რა იხმაუროს მაშინ. და ნახე, რამდენი სახის ეტიკეტი არის, რამდენი სახის ბოთლი არის. ბევრნაირი რაღაცა. ძალიან ბევრნაირი რაღაცა. იმიტომ რომ ესე იგი შრომობ და ვფიქრობთ რა. ნამდვილად. უბრალოდ ის ხალხი არა ვარ თუ რაღაცა ჩამოვასხათ და მორჩა რა. კრაფტ დისტილერების პეცი არის სწორედ ეგ, რომ ეს ხალხი არიან მცირე მწარმოებლები. და შესაბამისად მცირე მწარმოებლებს ჭირდებათ ათმაგი ფიქრი იმის შესახებ, რომ მათი პროდუქტი იყოს უფრო მიმზიდველი, ვიდრე თუნდაც მსხვილი ქართული მწარმოებლების, როგორიც არიან აი ქართული ბრენდის მწარმოებლები, სხვადასხვა, ბევრი ვიცით და პატივისცემა მათ. მაგრამ ისინი თუ აწარმოებენ რაღაც ათეულობით ტონას, აქ არის ხალხი, რომელიც რამდენიმე 100 ბოთლი გავაკეთეს. 300 ბოთლი გააკეთეს, 300 ლიტრიც კი არ არის. არა, ლიტრიც კი არ არის, 300. აქედან გამომდინარე გიგას და სხვა ჩვენს კოლეგებს, გილდიელებს. გილდიელებს. ბევრი ფიქრი ჭირდებათ და
შესაბამისად გიგას შეფუთვაც მე ძალიან მომწონს შინაარსი და შეგვიძლია ამაზეც გავამახვილოთ ყურადღებას რა რომ ეს უზურპატორი ეს კი არ არის. კი, ვაი. სხვები ისინი არიან უზურპატორები და ჩვენ ვართ ლეგიტიმური მემკვიდრეები. და უნდა დავიბრუნოთ რა. უნდა დავიბრუნოთ. აი, ჯიგარი ხარ, სწორად მივხვდი ყველაფერს რა. კი ბატონო. გავსინჯოთ კოლოტი. კი ბატონო, გავსინჯოთ კოლოტი. ეს არის მუხა. კი ბატონო. მუხის ჭაჭა მეგობრებო, რამდენ ხანს არის დაყოვნებული არ ვიცი. მაგრამ ალკოჰოლი რამდენი არის როგორც ვიცი და 43 თუ 2. რატო არ ვწდები? $42. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ თეთრი ჭაჭის მოყვარული, გემოვნების საკითხია ეს რა. კი ბატონო. მუხაში დავარგებული ჭაჭა ბევრი დამილევია, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო არის ეს რა. გამარჯობა. ახლა გეუბნები, აი მეც ეგრე ვფიქრობ. ძალიან მაგარი გემრი, აი ფესტივალი რო ჩატარდეს, ალბათ ოქროს მედალს მივცემდი. იმდენად სასიამოვნო არის რა. ბიჭო, თან რა არის, აი სიტყვა ჭაჭა ისეთი არის, რომ ჟურნალთან ასოცირდება რა და სინამდვილეში როდალევ ეგრე არ არის რა, არ არის ხალხი. ძალიან სასიამოვნო პროდუქტი არის. მოდით, მუცუბიძის 82 ნომერში მოდით. ისეთი სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ, ისეთი კარგი გარემო დაგხვდებათ. პროფესიონალი კონსულტანტები იქნებიან, დაგელაპარაკებიან, შვიდ გაგასინჯებენ. მაღაზიაში სადაც სხვაგარო შედიხარ, უბრალო მაღაზიაში არავინ არაფერს არ გაგასინჯებს. აქ შეგიძლია გასინჯო, მოსვა, რომელიც მოგეწონება, ამბავს მოგიყვებიან, ისტორიას მოგიყვებიან და აგაშენად ღმერთმა თქვენს და ჩვენც უყველანი რა. შენს პლეშაკარი, გაიხარე. აუ რა მაგარი არის. კარგია, ყოჩახ. არა, მაგარი ტიპია. ხო, უბრალოდ ბევრს ვერ დავლევთ. მენანება ძალიან. ხო, მაგრამ რა ვქნათ ახლა? კიდე გასასინჯები გვაქვს. მოდი, უზურპატორს გადავახდეთ, იმიტომ რომ მესმის. ხო. უბრალოდ უკვე გავსინჯეთ ბლომად უზურპატორს და თან აქ სასაუბროთ სხვა დროს ვილაპარაკოთ. აი, უზურპატორის ნაირი ბოთლი არის გვერდით 1 ლიტრიანი. კი ბატონო. მათ შორის მე ფიქრობდი, რომ ლიტრიანში ჩამომესხა. ჩემი ბოთლი არის 0.7-იანი. კი ბატონო. უბრალოდ პრობლემა რა იყოს, აღარ იყო. ქვეყანაში ხო მაგის პრობლემა გვაქვს, რომ დაურეკე 2 კვირით ადრე და ისე სამ ჩამოსხავდი, რომ კი ლიტრიანი გვაქვს. დაიმედებული წავედი, გაიგე, რომ სად ვიყიდე, რა ვიყიდე, არ ვიტყვი, რომ უხერხულია. დაიმედებული წავედი, რომ ლიტრიან ბოთლებს დავითრევდი და ჩამოვასხავდი. მივედი რა არის ეს? აი, ან 0.5-იანი გვაქვს, ან 0.7-იანი. ავიღე 0.7-იანი რა და აი ესეც ძალიან ხელს უშლის რა, ბოთლი არ არის. ძალიან. და თუ შემოდის, სტაბილურად ვერ შემოდის, ხვდები? შემოვიდა, თქვა, სპირობითად გეუნები 50000 წელი გაიყიდა, მე დავბრენდე, მოვარგე ამას, ამაზე ვმუშაობ და იწულებული ხვდები, რომ ბოთლი შევცვალო. აი როგორ უთხოვს ახლა ბრენდის რეპუტაციას. ამაზეც გავაკეთებ ერთ გილდიურ კომენტარს, მაგრამ სანამ ამას ვიტყვი, ჩემს ისევ მაგდანასეული ისტორიას გავიხსენებ. მე ვამზადებ ბოთლს, მე მოხ ჩემი ყალიბი, შუშაზე ამოტვიფრული არის. კი ბატონო. ხო, კი ბატონო. მაგრამ სანამ ჩინეთში მივიდოდი და წავიდოდი, ასევე მეც არ დავასახელებ, ერთ-ერთ ქართულ შუშის მინისტრის წარმოებულ კომპანიასთან მივედი, დავრეკე და ავიცი, სამწუხაროდ ძალიან არაადეკვატური პასუხი მივიღე იმადგან გამომდინარე და იძულებული გახდი რომ დაგებეჭდა შენი ბოთლი რა. ხო, ანუ გარდა იმ არა, მე ისედაც ჩემი ბოთლის დაბეჭდა მინდოდა, მე შეკვეთის დადება მინდოდა საქართველოში, იმიტომ რომ მქონდა ასეთი აკვიატება, რომ ვინოიდან ქართულ პროდუქტს ვაკეთებდი, ეგება ბოთლიც და შუშაც ქართული ყოფილიყო. აი, კიდე უფრო ამბიციური ყოფილიყავი რა. ძალიან საინტერესოა. შეუძლებელია. ის არის, რა ქვია, ალბათ ბევრს დაინტერესებს ეს ამბავი და შეიძლება ბევრ მოგწეროს კიდევ. კი. დაახლოებით რა გიჯდება შენი ბოთლის დაბეჭდა?
ჩემი ბოთლის დაბეჭდვა, მოდი მაშინ ბოთლიც ვაჩვენოთ მომხმარებელს, იმიტომ რომ ძალიან არასტანდარტულია. კი ბატონო, აი რომელიც გინდა, აი ეს. კი ბატონო, აი ეს თეთრი ბოთლი უბრალოდ კარგად რო აღუქვათ. აი ესეთი მთის დეტალი აქვს ქვემოთ. ეს კონკრეტული ბოთლი დაახლოებით ამოტვიფრული არის. ამოტვიფრული არის აქ, თავისი შუშისის. ეს არის პრემიალური ბოთლი და დაახლოებით 7 ლარამდე ჯდება. აი ხა უყურე მეგობრებო, რატო ვკითხე ხა? რამდენად აძვირებს ქართულ ხელნაკეთ იგივე კრაფტ წარმოებას? ეხა ეს რო ყიდულობდეს მილიონ ბოთლს 7 ლარი კი არ დაუჯდებოდა, დაუჯდებოდა ალბათ 3 ლარი. კი. პირობითად ვამბობ რა. მაგრამ ასხავს ძალიან ცოტას და მცირეს რა და უჯდება 7 ლარი. ამას ემატება აქციზის გადასახადი, სხვა გადასახადები და წარმოების თვითღირებულება თქვენამდე მოვიდეს. იმ პროდუქტის, თქვა კონკრეტული პროდუქტის რაც ღირს, იმისი დამერწმუნეთ რა, რომ აი 80% ისე არის როგორც არაფერი რა. აი ესეთ დღეში ვარ ეს კიდევ კარგი ფასი არის, უფრო ძვირი წყვილა ტრანსპორტირების ხარჯიდან გამომდინარე. ეს ახლა ეს კონკრეტული ეს პარტია ზღვით არის ჩამოწეული. ხან შეიძლება აი და ხმელეთი მოგვიწია ძვირდება კიდე, ხო? ძალიან. ჩემი ბოთლები, ანუ ძალიან ძვირდება, მაგრამ მაგას თუ თავი დავანებოთ, იმდენად მომწონს მეც და ჩემს მომხმარებელსაც აი გადაყრა ყველას გვენანებოდა და საბოლოო ჯამში ამ ბოთლის დიზაინს რო ვაკეთებდი, აი ესეთი რაღაცა გავთვალე, რომ ერთი წერტილი აქვს, სადაც რო გადაჭრი ამ ბოთლს, გადახერხა, ჭიქად გადაკეთდება და ჩვენ გვაქვს მაღაზიაში რამდენიმე ასეთი ჭიქა. რამდენიმე ასეთი ჭიქა და ესეთ რაღაცას ვფიქრობთ, რომ ცარიელ ბოთლს თუ მოგვიტანთ, ჭიქას გაგატანთ უკან რა და თან მინდა რომ აი ეს ნაგვის გადაყრაზე ვილაპარაკეთ უკვე და ცოტა რესურსების მოფრთხილებაზეც რომ ვიფიქროთ ზოგადად საზოგადოებრივ. იმიტომ რომ ჩემში ზის ძალიან ბოლოს და ბოლოს ბუნების ქალღმერთის დალის შვილია მაგდანა და ძალიან კაი ბიჭი ხარ ესეთ რაღაცებზე ფიქრობ. ბუნების დანაგვიანება. აი ორიგინალური ისა ბოთლით შეფუთვაც ყველაფერი. კი ბატონო. კარგ თავები გვემუშავებს რა. კი, თავები მუშაობს ნამდვილად მუშაობს. კარგი არის. მე ერთ გილდიურ კომენტარს გავაკეთებ თქო და ვეღარ მივედი მაგამდე, როგორც ასე ვთქვათ, ხილის თემაზე ვისაუბრეთ. აი გიგა შენც გეტყვი, მე ყოველ შემთხვევაში კოლეგიალური გადმოსახედიდან ეს ჩინეთში რაღაცის შესყიდვა, ჩამოტანა, მეტნაკლებად ასე ვთქვათ, რამდენჯერმე უკვე მე-5 წელია ვაკეთებ ხო მაგას. გამოგვივიდა რაღაცა სირთულეები, ნიუანსები, ასე ვთქვათ, დავამუღამე. ერთადერთი რაც შემიძლია უთხრა ჩვენს კოლეგებს, რომ ანუ ბოთლი იმდენად პრობლემაა საქართველოში, რომ რავი, გთავაზობთ, რომ გავერთიანეთ ყველა და თუ რამე რაღაცა საერთო კონტეინერი გავაუწოთ და ძალიან იაფად ჩამოვიდეთ იმაზე, იაფად ვიდრე დღეს არსებულ ანუ 7 ლარი რო ჯდება, აღარ დაჯდება 7 ლარი რა. თან ეს კონკრეტული ბოთლი ხო გამონაკლისი არის ახლა, ასეთ ბოთლზე არ ვლაპარაკობ რა, მაგრამ თავისი ექნება. მაგრამ თუნდაც ეს ბოთლი ბევრად იაფი დაჯდება და ყველას რო თავისი ბოთლი ქონდეს, მაგის შესაძლებლობაც არსებობს და უბრალოდ მე იმას ვიძახი, რომ ჯობია რომ რაღაცა ინდივიდუალურად კომუნიკაციას ჩინეთთან ჯობია რომ რაღაცა გუნდი შეიკრას და რაღაცა საერთო რაოდენობაზე შევთანხმდეთ რა. ნუ მე ამ შემთხვევაში მაგდანა და რაღაცა სხვა პროდუქტებსაც ვაპირებ სამომავლოდ და ზოგადად რა, იმიტომ რომ ნუ ძალიან არასტაბილური ბაზარი არის, ბოთლი საქართველოში შემოდის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთიდან. მე მგონი სულ ცოტა შემოდის. ხო, აი რაღაც ძალიან ცოტა შემოდის თურქეთიდან, სხვათა შორის რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, არა და ბევრ ბოთლს აწარმოებენ თურქებიც. მოკლედ ბოთლი არის რუსული და მიწოდების პრობლემები იქნება ძალიან მარტივი გასაგები მიზეზთა გამო. თან ყოველთვის არ არის ის რაც შენ გინდა. პრობლემა ეს არის რა. კი ბატონო. ნუ კაი, შემოდის, ჯან ყველაფერი ხო იქიდან შემოდის და კაი, ბოთლი შემოვიდა. გეუბნები 2 კვირით ადრე დავრეკე. მინდოდა აი ეს ბოთლი. მივედი აღარ დამხვდა ეს ბოთლი. კი ბატონო. ეხლა ამაზე ავაწყე უკვე მე რა. აბა ხვალ მივალ მინდა ეს და შეიძლება ვითხრას აღარ ამბობ. აბსოლუტურად არ მესმის, ბევრი ჩვენს გარშემო ბევრი ასეთი ადამიანია, რომ ძალიან კარგი შემოთავაზება ეტიკეტი დაბეჭდა, მოერგო რაღაცა ბოთლი გათავდა. და მოუძებო სხვა ბოთლი. ძალიან მე ამის გადაწყვეტა კიდე ხარჯია. რა თქმა უნდა.
კარგი შემოთავაზებაა მეგობრებო, აი ერთად ვიფიქროთ ასე თქვა რაღაცა წარმოებლებს გეხებათ მშვენიერი შემოთავაზება გააკეთა თუ გავერთიანდებით და ერთად შეუკვეთავთ დაგვიჯდება ყველას უფრო იაფად და ჩამოვიტანთ რა ერთი კონტეინერი იქნება ალბათ აჰა ორი მეც ხო ჩვენ ვერ ვაწარმოებთ და მშვენიერი იქნება რა ვიცი და თან სტაბილური იქნება ყველაზე მთავარი რაც რა თქმა უნდა ერთადერთი არის რომ დავგეგმოთ ხო ეს მომენტი არ არის რომ ვაიმე ბოთლი დამჭირდა სად წავიდე და არ ვერსად ვერ წახვალ ცოტა ადრე დაგეგმა 3 თვით ადრე მაინც უნდა დაგეგმო 3 თვით აკეთებ რა თქმა უნდა მით უკეთეს ზაფხულში დაგეგმავ და შემოწმო გეკნება უკვე რა ძალიან მაგარი არის ამაზე ვეღარ მივედით რა არის ეს არის აი ძალიან მაგარი პროდუქტი და ვინ არიან რა არიან რასაკეთებენ აი აქ დავდოთ ესეც გამოვაჩინოთ კი ბატონო მაგდან ეს არის ლიქიორი ნოე ეს არის მცენარეული ლიქიორი რომელიც ძალიან გავს იაგერმაისტერს აჰა საერთოდ რაღაცა იგივე პრინციპებზე არის შექმნილი და ნოე ქვია იმიტომ რომ მისმა შემქმნელმა ასევე გიგამ ასე იფიქრა რომ როგორც ნოემ შეკრიბა ასე ვთქვათ ფლორა და ფაუნა კიდობანზე მანდაც ისე შევკრიბე მცენარეები მე და 77 კენტად მე დავემატეო და ასე ვთქვათ ჩვენიერი იდეა ჩვენიერი იდეა კი დავასხათ ნოე კი ბატონო ალკოჰოლის შემცველობაც ამასაც 36 აქვს როგორც იაგერს მაგრამ უნდა აღვნიშნო ის რომ უფრო ინტენსიურია მარტივი მიზეზის გამო. ხო. ცალ-ცალად სცენარეებით არის აი ეთყობა ფენა იგზნობთ ასე სხვადასხვა სცენარის ასე ვთქვათ არომატს. ძალიან კაი რაღაცაა. საკმაოდ ისეთი პარფიუმერული საინტერესო პროდუქტია. ნუ იაგერი თუ ვინმეს მოწონს აუცილებლად მოიწონს. ხო, აი ესეც გვაქვს რა. ხო, რა თქმა უნდა, ანუ აი ყველაფერი გვაქვს რა. ვინ იფიქრებდა? ეს პროდუქტი ამ ეტაპზე მე მგონი სხვაგან არც ერთ მაღაზიაში არ იყიდება. ძალიან და აი აქაურობის პეტიც ეგ არის, რომ რაღაცა ეს ადამიანი ვიპოვე. რომ მეთქი მახსოვდა რომ რაღაც ასეთი არსებობდა და აქეთ დაურეკა და უთხრა რომ მეთქი შენი პროდუქტი მოიტანე რა და ვილაპარაკოთ ამის შესახებ. ძალიან საინტერესო არის. კი. ძალიან საინტერესო სასმელი. აი მე ხა სპეციალურად შევარჩიეთ სხვადასხვა ტიპის სასმელები, აი ლიქიორი, ჩაჭა. აი ძალიან მაგარი იქნება რა. კი, ძალიან მაგარი იქნება და ეხა ოთახის ტემპერატურაზე არის და აი ეს იქნება კარგი იმაში, რა ქვია, კოქტეილი. კი, ამას აი მაგ კულტურას როგორ უყურებთ? ქართულ მაღალ ალკოჰოლურს აი მაგ რაღაცა კოქტეილები, ძიგძიგი. თავიდან ჩემი ამბიციების შესახებ უკვე თქვი და თავიდან მინდოდა რომ ეს პროექტი ყოფილიყო ბარი. ბიჭო, კაი ჭაჭისგან კაი კოქტეილი გამოვა? კი, კაი ჭაჭისგან კაი კოქტეილი როგორ არის? აი ხო და საინტერესოა რა. მე გააგრძელე. ხო და თავიდან მინდოდა რომ ბარის ფორმატი ქონოდა ამ კონცეფციას, მაგრამ ნუ რაღაცა რიგი მიზეზების გამო გადავიფიქრე, ასე გადავწყვიტე რომ ჯერ ასე მომესინჯა. და ძველი თბილისი უკვე ვახსენე და ძველი თბილისში უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი თუ კი ეს კონცეფცია იქნება თქვენთვის საინტერესო. თქვი მიდი რასაც აპირებ მოპოვე. ხო და ამ ეტაპზე ანუ ეს კოქტეილის თემა ვინაიდან ბარი არა ვართ ჩვენს გამოძახების პლატფორმებზე Glovo, მალე Volt-იც გვექნება. გვექნება ესეთი bundle deal, შეთავაზები პირდაპირ კოქტეილები დავარქვით და ის პროდუქტები იქნება, რაც კოქტეილის დასამზადებლად არის საჭირო და გვაქვს როგორც ხილის სიროფები, ასევე ლიქიორები, ასევე ჯინები, ეს ამ ლიქიორთან ამ კონკრეტულ ძალიან უხდება ასე ვთქვათ, ენერგეტიკული სასმელიც, ვიცი ბევრს არ გიყვართ, მაგრამ უხდება კლასიკური ინგრედიენტი არის ასე ვთქვათ, energy drink კოქტეილებში. და რავი, როგორც ვოდკა ენერგი არსებობს, ასევე შეიძლება არსებობდეს no energy და ასევე ალუბლის წვენი უხდება ძალიან. კი ბატონო, რა ვიცი. ეს არის კლასიკა და ესეთი შეთავაზებები პირდაპირ შეგიძლიათ გამოიძახოთ და ნუ თქვენ უბრალოდ ჭიქა დაგჭირდება და ჭიქები თუ მოგინდათ, ეგეც გვაქვს პლატფორმაზე შეგიძლიათ შეიძინოთ და როგორი მრავალფეროვნება არის. კი. ხო. უკან ეს ლუდი. ხო. ეს ხო ქართული. კი ბატონო, არის. ოღონდ ეგ ლუდი ყველგან არ იყიდება. ეს ლუდი ყველგან არ იყიდება, კი. ხო. ჩვენ გვაქვს.
თქვენ გაქვთ კი. ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ბიჭის ლუდი არის. ძალიან კარგი ხალხია. ვინაიდან ამ ლუდზე გაამახვილა ყურადღება, თქვენის ნებართვით აქვე ვახსენებ, ეს ხალხი მე ლუდით არ მიპოვია, ეს ხალხი მე ვიპოვე ქართული ვისკით. ხო და ილაპარაკე მე. მოდი ვილაპარაკოთ ქართულ ვისკიზე. ვისკიზე რო საუბრობთ ხოლმე. სხვათა შორის მე რამდენიმე დღის წინ ვისკის ფესტივალამდე ჩავწერე ვიდეო, ვეძებდი ქართულ ვისკის და ესეთი რაღაცა თქვი რომ მეთქი ვინც ყველა ქართულ ვისკის ჩამომithlis ავდგები და რასაც ამოარჩევს ვაჩუქებ თქო. მაგაზე პასუხიც ჩავწერე, მაგრამ TikTok-მა დამიბლოკა. სასმელი არ შეიძლებაო, მაგრამ რა თავარია, ChatGPT-მა არ იცის, რომ საქართველოში გვაქვს ეს ვისკიც, ასე რომ ChatGPT-მ ვერ გითხრათ სწორი პასუხი. ეს არის Mountain Mist, ანუ მთის ნისლი და სახელიც საკმაოდ ახლოს არის ჩემთან და ლუდიც აქვთ ამათ. კი, მოდი ლუდიც აქვთ ამათ არა. ასე ვთქვათ, რომ ეს არის პირველ რიგში ლუდსახარში. და ასე მოხდა რომ შავი ლუდის სტაუტის ალაოსგან, გინესის მაგვარი ლუდის ასე ვთქვათ ალაოსგან გამოხადეს ალაო და 4 წელი დააძულეს ქართულ მუხაში, ქართულ მუხის კასრში. და პრობლემა ის არის ხოლმე რომ აი მუხის მოყვარულები ხშირად იძახიან რომ ფრანგულ, ამერიკულ მუხასთან შედარებით ეს ქართული მუხა ბოლოში ცოტა ისეთი პიკანტური მწარეა და საქმეს აფუჭებს დისტილერისას. და ამ შემთხვევაში ვინაიდან მუხალული ალაო, ანუ შავი ლუდის ალაო იყო გამოყენებული, ეს მისი თვის დამახასიათებელი სიმწარე და ეს ქართული მუხისთვის დამახასიათებელი სიმწარე იმდენად კარგ ასე ვთქვათ ჰარმონიაში ერთმანეთთან რომ ჩემი აზრით ქართულები ჩემი ფავორიტი არის. საკმაოდ კარგი ისეთი სასიამოვნო შებოლილი ტონები აქვს. ვერ ვიტყოდი რომ შებოლილი გემო აქვს, ტონები აქვს რა. აი ახლა შენ რასაც შეეხე ძალიან მაგარი რაღაცა თქვი და ამაზე გვისაუბრია ხოლმე, მაგრამ კიდე მინდა რომ ხაზი გაუსვა ამას რა. მაღალ ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში, ვისკიში და სხვა პროდუქტებშიც მნიშვნელოვანი არის კასრი. ძალიან. აუყურე, რამდენი ყურძნის ჯიში გვაქვს და ღვინო გვაქვს. ეს ყველა სხვადასხვა ყურძნის ჯიში. ამ კასრებს სხვადასხვა არომატებს მიცემს თავისებურს. რა თქმა უნდა. ხაი რამდენი გვაქვს წარმოიდგინე და რა მაგარი ექსპერიმენტების ჩატარება შეგიძლია შენ რომ სხვადასხვა კასრებში დაავარგო, მერე გასინჯო, მერე ძალიან. ანუ იმდენად დიდი შესაძლებლობები აქვს ამ ქვეყანას ამ მიმართულებით. ამოუწურავი რა. უბრალოდ ჭირდება მაგარი ხელშეწყობა რა. კი, კასრებზე ჩემს აზრს ვიტყვი, მე არა ვარ დიდი ვისკის მოყვარული. გამოუცდელი ვისკის მოყვარული ვარ, მოდი პირდაპირ ვაღიარებ. განა არ მიყვარს სასმელი, უბრალოდ იმდენი და ისე სიღრმისეულად არ ვიცი, როგორც ჩვენმა კარგმა ნაცნობებმა იციან რა, ვისაც საერთო ნაცნობები ყავს, მაგრამ მე ერთი პოზიცია მაქვს. ვალერი მაგალითად. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. სანამ შენთან მოვიდოდი, იმასთან გავიარე. ყველაზე დიდი მაკალანის ისა აქვს, რა ქვია, კოლექცია და რომ ხვალ თუ გული მიგდის. და მაგარი არის. არა, თალსახაში დამბეჭდავია. ორი აზრი არ არის. და კასრებს რო დაუბრუნდე, მაგის თქმა მინდოდა, რომ ჩემი აზრით ქართულ მუხასაც რაღაცა ადგილი უნდა უპოვოთ, იმიტომ რომ მე ესეთ პოზიციაზე ვარ, რომ ესე პაპზე კათოლიკე ვერ იქნები რა. ხო, არა, კი ბატონო, მაგაზე არ არის ლაპარაკი, რო ეხა. ანუ თუ გვინდა რომ რაღაცა საინტერესო გავაკეთოთ, კი, ფრანგული მუხა აუცილებლად ჩამოსატანია და ფრანგულ მუხაზე უნდა გაკეთდეს, ასე ვთქვათ, პროდუქტები, ისევე როგორც ამერიკულზე. მაგრამ აუცილებელია რომ ქართულ მუხასაც რაღაცა ადგილი მიუჩინოთ, იმიტომ რომ ეს იბერიკო, ხო, რაღაც ასე ქვია ლათინურად. აუცილებლად უნდა იპოვოს რაღაცა ადგილი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ვაუ. მხოლოდ და მხოლოდ ამან შეიძლება მოიტანოს, იმიტომ რომ ფრანგულით და ამერიკულით ვერავის ვერ გავაოცებ და იაპონელებს რო დაუბრუნდეთ, იაპონურ მუხას იყენებენ, ხო? ანუ ფრანგულსაც იყენებენ და ამერიკულსაც, მაგრამ თავისასაც ანაირად გაკაჩეს ვისკი, ვინი ფიქრებდა რომ
იაპონელები რა ვერ გაკეთეს ვისკის მოცემული. რას მოკიდეს ხელი და რა ვერ გააკეთეს კარგად მოდი ასე ვიტყვი ვიცი, ალბათ მაგარ ხაჭაპურსაც გამოაცხობენ. აუცილებლად მე ვიც არ მეყარება ხაჭაპურ ხინკალსაც ძალიან მაგარს ძალიან მოაქვს ხო. ორი აზრი არ არის კარგი, გავიდეთ ბოლოში და ძალიან მაგარი ბიჭის ძალიან კარგი ჭაჭა გავსინჯოთ. აი თეთრი ჭაჭებიდან კი ახლა ჩემს ფავორიტთან მივედი, უბრალოდ აი ცოტა დაგესესხები ბოდიში. მიდი დამესესხე. გიორგი გაბრიჭიძის ყველა იცნობს გიორგი გაბრიჭიძეს. ერთ-ერთ საუკეთესო გამომხდელს ამ ქვეყანაში, თერჯოლაში აქვს თავისი პატარა სახტელი. თავისთვის საყვარლად ძის, ხდის როგორც ჭაჭას, ჯინს, ლუცს, ლიმონადსაც აკეთებს სხვათა შორის და ძალიან მომწონს მე მისი ჭაჭა და ეტიკეტიც გაიაქვს ბებიამის ხელს. კი. სხვათა შორის გამოსახული, ვინც როგორც ვიცი, ეს ბებო ხდიდა ხოლმე, ხო? და როგორც ბებია ჩემი და სხვათა შორის. ხო, და აი ქალების ეგ არის ცალკე ამბავი არის. ბებოები და ჭაჭა რა. ჩვენ ქვეყანაში ეგ კულტურა იყო და დაიკარგა, რატო დაიკარგა არ ვიცი. სხვათა შორის გუშინ. ეხა თანამედროვე გოგო, არ ვიცი, ეხა ვქვაფთან თუ ხართ ვინმე ესეთები, თქვენ გენაცვალეთ სულ ყველას. თუ ვინმე ხართ გოგო ქალი დისტილერი გამომეხმაურეთ აუცილებლად. ხო, რა მაგარი იქნება. დისტილერი გოგოები რა. მაგრამ კი ბატონო და კაკრას გუშინ წინ დამპატიჟა ჩემმა მეგობარმა ბებიამისის ჭაჭის ხდაზე სექტემბერში ან ოქტომბერში როცა მოუწევს მეთქი. ბებიის ჭაჭის ხდაზე. მე ბებიას მე არ ვიცნობ. აი ის არის რა, ეგ რაღაც შესანახია ეს. აუცილებლად. რაღაცა ვიდეოები გაკეთდეს სამათზე, რაღაც შეიძლება გაქრნენ ბიჭო. მაგარი რამე არის ძალიან რა, ბებოების გამოხდილი ჭაჭა რა. კი ბატონო და პირველ რიგში მადლობა გიორგის რომ აი მისი ბებო გამოსახულია ეტიკეტზე და კი ბატონო რა ეს არის კულტურის ნაწილი და გასაგებია ჭირდება რა თქმა უნდა რა. აი ისე შეკაი თქვი რა, გოგოებო თუ ვინმე ხარ. აი რაღაც გამომხდელები. ჩვენ მივეჩვიეთ რომ კარგ პროდუქტებს და კარგ ხალხს სანთლით ვეძებთ და აგერ ამ შანსსაც გამოვიყენებ და გავაჟღერებ რა თუ ხართ. მეღვინები ნამდვილად ვიცი რომ არიან და ბევრი არიან. ხო, მეღვინები კი. მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ ხალხო. გამომხდელები დისტილაციაში რა ხდება, აბა გავიგოთ. ნახე რა მაგარი ჭაჭა. ძალიან მაგარი ჭაჭა. ამ ჭაჭა იმერეთიდან, ციცქაცოლიკაური, უკვე აი სულ სხვა ამბავია რა. უგემრიელესი, უგემრიელესი. ჩემთვის თან როგორი თემა იცი, ჩვენ ხა კოლოტის დავლიეთ, რომელიც ასევე ძალიან კარგია, მაგრამ კოლოტი რაღაცა კლასიკური ნაცნობი გემო და ძალიან კარგი, ანუ სულ სხვადასხვა გზა არის რა, აი თან მე ხო თეთრი ჭაჭების მოყვარული ვარ და აი ძალიან თეთრებში ჩემი ფავორიტი ეს არის. ნუ როგორ დიდხანს ჩება გემო და ყოჩა გიორგი ყოჩა. ისეთი იგზნობა რა, ესეთი ხილის ტონები დაყვებაო თითქოს რა. აი მოკლედ ეხლა ბევრ კაი რამეზე ვილაპარაკეთ და მე მინდა რომ ბოლოსკენ წავიდე და ბოლოს ერთი კითხვა დავსვა. კი ბატონო. ან დაგისვა. შემოვიდა ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ალკოჰოლური სასმელი. აი არ უყვარს რა. ვერ სვავს, არ სვავს, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა. სამი შენი პროდუქტი მითხარი, რომლითაც გადმოიბირებდი და დაალევინებდი და დაათრობდი და ამღერებდი მერე იმას რა. ოკეი. აი რას დაალევინებდი და რას შეთავაზებდი? ნუ მოვედი მე ეხლა შეთან მოვედი და გეუნებ. კი ძმაო, კაი ლამაზია ბოთლები, რა არ ვსვავ არაფერს და რას აი რა უნდა დამალევინო ისეთი რომ მე დავლევ არ ვსვავ რა. აბა რამე განსხვავებული, რამე მაგარი. კი ბატონო. გამოუშვი ეხლა რა, გეუბნები და შენ ეხლა ფართო არჩევანი გააქვს აქ რა, შეგიძლია, მაგრამ შენ სამი თქვი რა. ერთს დავაზუსტებ. აი ამ მომხმარებელს სასმელი არ უყვარს? თუ არა, მაღალ ალკოჰოლურ სასმელებთან ცოტა ისე არის, ხო რა. ხო, მე ვიტყოდი რომ მოდი აი ეს ესეთი ტერმინი არსებობს onboarding, ანუ შევსვათ. ხო. უნდა თან სამი შანსი გვაქვს რომ შევსვათ. სამი შანსი გაქვს, კი. დავიწყებდი ლიქიორით აუცილებლად, შევთავაზებდი Bluefield-ის ლიქიორს ერთ-ერთს, რომელიც მაგიდასთან გვაქვს, ასევე ამ სტილში გვაქვს ფეიხუას ლიქიორი ბენჟისგან, ძალიან მაგარია ეგეც, რომ
ადამიანს ცოტა ალკოჰოლი შევაპაროთ და ანუ კმილად შევაპაროთ, რომ ცოტა გაუთამამდეს რა. გათამამების შემდეგ მეორე ნაბიჯად შევარჩევდი გავკადნიერდები რეკლამაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ თუნდაც იყოს Kirchis Liqueurs და ხო, აღხსნი რატომაც პირველი ორი პროდუქტი არის 20%-მდე ალკოჰოლური შემცველობა, ამას უკვე 30 აქვს, უკვე 10 ბიჯით წინ წავიდა. რა. უკვე კარგად არის. უკვე კარგად არის. ლოყები შეუვარდისფრდა. კი ბატონო. და მზად არის რომ udari მიიღოს რა ეხლა. კი ბატონო, აი აქ ეხა კითხვას დაუსვოდე მუხის გემოები რამდენად უყვარს. თუ კი არ უყვარს. ეხლა როგორ ავარ იცი? ყველაფერს მივიღებ. ძალიან კარგი. უკვე კარგად ავარ შევთვერი. აბა რა ხდება? ოკეი. უკვე საქართველოს ადგილზელოს დალევა მოუწევს. კი ბატონო. მაშინ ჭაჭამდე მივედით აუცილებლად და უკვე ჩვენი მაგიდიდან ავარჩევდი. აი ამ ორ ჭაჭას, რომელიც ერთი 42-ია და ეს მე მგონი 47-ია, არ მოვერიდებოდი, იმიტომ რომ ძალიან რბილი და ესეთი სასიამოვნო დასალევი არის. ასე აი ნელ-ნელა შევაპარებდი და დარწმუნებული ვარ, რომ აი ჭაჭის დალევდა. ხო, რა. მესამეს ადრეგზელოს. რა და ესე ნელ-ნელა. ჩვენიერი ხო რა და აფრინდა. ნელა აფრინდა 20-დან 30-ზე და 30-დან 47-ზე ავიყვანეთ და კი ბატონო, შევედი კარგად არის, ბედნიერად არის, ღერის ღირებს სახში წავა და სამივე ინგრედიენტი ჭირდება ხოლმე. ეხლა რომელიმე რო გამოტოვოს უკვე დისბალანსი იქნება. ჰარმონიაში აღარ იქნება. მადლობა ჩემო გაიოს, ჩვენ კარგად ვილაპარაკეთ, ბევრ საკითხს შევეხეთ, მეგობრებო. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო იმის მიმართ, რომ აი ამ ბიჭმა ძალიან მაგრად იწვალა, ძალიან მაგარი რაღაცა მოიფიქრა და ძალიან დიდ საქმე შეეჭიდა რა. ნუ მხოლოდ ქართული მაღალალკოჰოლური სასმელები მოაგროვა და ესეთ მაგარ გარემოში მოატავს. მოცუბიძის ქუჩის 82 ნომერში. მადლობა მინდა მას ამ საქმისთვის გადაუხადო, იმიტომ რომ ეს არის ის აუცილებელი ნაბიჯი ქართველი გამომხდელების დაფასებისთვის, რომელიც იქნება ჩემი აზრით საწყისი სხვა უფრო კარგი ნაბიჯებისა და აგერ გაიოზმა გადადგა ეს ნაბიჯი. მადლობა შენ, წარმატებას უსურვებ ამ მაღაზიას და ღმერთმაქნას ფილიალები და რა ვიცი რა გაჩნდეს ამ ქვეყანაში დაფასდეს ჩვენი წარმოება რა. კი ბატონო, მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებ, იმიტომ რომ არანაკლებს აკეთებ შენც. ძალიან ბევრს ლაპარაკობ და ჯერ იყო სიტყვა, მერე იყო საქმე, ხო? მადლობა. აი ხარ, ეგრეა, უნდა ვილაპარაკო. ძალა ერთობაშია ხარ, ხო? და ასე ერთიანად ერთ მუშტად გავყვეთ გზას. კი ბატონო. კარგად. კარგად.